მოგესალმებით მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ნამუშევარი. ბნელი ემპათი, ვიცი, ცოტათი ასე თქვა. საშინლად ჩანს, საშიშად ჩანს, მაგრამ ამ ნამუშევარში მინდოდა ჩავწვდომოდი ჩვენს ჭრილოვან მხარეს. იყო ასეთი ცნობილი სახელგანთქმული ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი, რომელმაც შემოიღო სწორედ ეს ჭრილის თეორია. რა არის ჭრილი? ჩვენი ჭრილი არის ის, რაც განდევნილია, რასაც არ ვღებულობთ საკუთარ თავში, რასაც გავურბივართ და ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა გაექცეს საკუთარ თავს, განდევნოს თავისი უარყოფითი ემოციები, ვინც გარეთ იყურება, მას ძინავს ის ბრმა, ვინც შიგნით იყურება, ის იღვიძებს. რეალურად ჭრილი არის ის განდევნილი ჩვენი ნაწილი, რომელიც ელოდება ჩვენს აღიარებას. რათა ჩვენ გავხდეთ მთლიანები, ახლა ხო არ შეიძლება ეს თუნდაც ნახატი არ იქნება სრულყოფილი ჭრილების გარეშე. როგორც არის დღე, ისე არის ღამე. ანუ ჩვენ თუ შევცვლით იმ მიდგომას და არ შევხედავთ ამას როგორც რაღაცა ცუდს, თუნდაც ჩვენს ცუდ ემოციებს, ასე ვთქვათ, ნეგატიურ ემოციებს, ჭყალებში, ბრას, შიშს, რა ვიცი, მრისხანებას, შურს და რეალურად რაც ჩვენ გვაღეზიანებს სხვაში, ეს არის აგრეთვე ჩვენში და შეიძლება მიგვიყვანოს საკუთარი თავის გაგებამდე. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ცნობიერება თითოეულ ჩვენთაგანს და აგრეთვე კოლექტიური არაცნობიერი. და რეალურად ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს, ასე ვთქვათ, ქცევებს და მოტივებს განსაზღვრავს ეს კოლექტიური არაცნობიერი, რადგანაც ხშირად ყოფილა, ხო, რათა ჩვენ რაღაცნაირად მოდელი გვაქვს, საქციელის რაღაცა მოდელი თუ ჩვევა, თავით გვესმის, რომ ჩვენ ასე აღარ გვინდა, მაგრამ ისე ვიმეორებთ ერთი და იგივეს იმ სცენარს, იმ ურთიერთობებში, რა ვიცი, ქცევებში, არ ვიცი, ბევრ რაღაცაში, ხო, რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ეს არის არაცნობიერი ძალა, რომელიც არის ავტონომიური, არქეტიპული, მოდის ოთედგანვე, ეს ძალიან დიდი თემაა, ეს ორ სიტყვაში ვერ იტყვი. და რეალურად ჩვენ შეგვიძლია პირველ რიგში ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი და შემდეგ უკვე ვისწავლოთ ამ ემოციების ეკოლოგიური გამოხატვა. ზოგადად საზოგადოებას ურჩევნია, ასე ვთქვათ, კოლექტიურ ილუზიებში ყოფნა, ვიდრე გამოღვიძება საკუთარ თავთან პირისპირ შეხვედრა, რომელიც ხშირად არის მტკივნეული, მაგრამ რეალურად ის ანთავისუფლებს და მიყვავს საკუთარი თავის შემეცნებამდე, ანუ შეიცანი თვისი თავი და საკმარისია შენგან, ასე ვთქვათ. ახლა შევეხები ემპათიას. რა არის ემპათია? ემპათია არის ნიჭი თანაგზნობის, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანების ემოციების შეგრძნების, რაც რეალურად შეიძლება იყოს როგორც, ასე ვთქვათ, კურთხევა, აგრეთვე შეიძლება იყოს როგორც წყევლა, რადგანაც ეს თუ ვერ ისწავლის ადამიანი ამ ემოციების ფილს, გაკონტროლებას, დისოციაციას, ძალიან გაუჭირდება. და რეალურად ეს ბნელი ემპათი სინამდვილეში არის ძალიან უარყოფითი პერსონაჟი, ანუ ნაციზზე უარესია, წმინდა ბნელი ემპათი, მაგრამ ჩემ ნამუშევარში მე მინდოდა რაღაცა ბნელ მხარეებს შევხებოდი ემპათიის და ხშირად არის ადამიანი, როგორია, რომ ახლა მე ვარ კეთილი და რატომ მეკცევიან მასე, ცუდად რატომ მეკცევიან, რატომ მიყენებენ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან, აღზრდიდან, ძალიან დიდი თემაა, ასე ვთქვათ, ორ სიტყვაში ვერ შევეხები, ვერ განვიხილავ ამას სრულად ორ სიტყვაში, მაგრამ რეალურად ადამიანი თუ გაიგებს მიზეზს, რა საიდან მოდის, იმ შეებრძოლება არა სიმპტომებს, არამედ თვითონ მიზეზს, რითი არის გამოწვეული ეს ყველაფერი, მისი ქცევა, მისი ფიქრები, რეალურად ეს არის გზა განთავისუფლებისაკენ. აგრეთვე, არ ვიცი, არიან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც არ ჯდებიან, ასე ვთქვათ, ჩვეულ სტერეოტიპებში, დოგმებში და რეალურად ისინი აღიქმებიან საზოგადოების მიერ, როგორც, ასე ვთქვათ, საფრთხე. განიდევნებიან ეს საზოგადოებიდან რაღაცა იარლიკებს აკრავენ, მიიჩნევენ რაღაცა უცნაურებად და საფრთხეთ აღიქმება, ეს არის ძველი ოდედგანვე რაღაცა ეს შიში, რაღაცა რეპტილური შიში, რაღაც ცხოველური შიში, რომ რაღაცა განსხვავებული წარმოადგენს რაღაცა საფრთხეს ჩვენგან, ამიტომ ხშირად ასეთი ადამიანები არიან მარტოხელები, მარტოსულები, უარყოფილები საზოგადოების მიერ, რადგანაც საზოგადოება ყოველთვის მიისწრაფის ბალანსისაკენ, ცნობილისაკენ და რეალურად უარყოფს იმას, რისის სწავლაც შეუძლია.
ну რა ვიცი, ეს არის რამდენიმე საკითხი, რასაც ასე ვთქვათ, ზერელედ შევეხე ამ ჩემს ნამუშევარში, ბნელი ემფათი. მედია სასარგებლო იყო, რეალურად შემოქმედება გვაძლევს საშუალებას შევიცნოთ საკუთარი თავი, გამოვხატოთ ჩვენი ემოციები. რეალურად შეიძლება გამორთოთ და ჩვენი ასე ვთქვათ ლოგიკა და ჩავთოთ ასე ვთქვათ სუფთა ეს ნაკადი, ასე ვთქვათ, თავისუფალი ასოციაციების და ფანტაზიის. ყველას კაი დღეს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.